სისხლის სამართლის პასუხისგებლობის მინიმალურ ასაკად 12 წლის ასაკის დაწესებას 3 წლის წინადე პარლამენტში ძალიან ცხარედ მიმდინარეობდა ამასთან დებატები. ჩვენ როგორც ოპოზიციური ფრაქცია ვიყავით ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ოპონენტი ხელისუფლების ამ საკითხთან დაკავშირებით და მაშინ ცალსახად საზოგადოების აზრით, ოპოზიციის, ექსპერტების, სპეციალისტების აზრი იხრებოდა იქითკენ, რომ ასეთი ცვლილება კანონში არ იყო საჭირო და ეს არ წაადგებოდა მოზარდებს შორის კრიმინოგენული სიტუაციის აღმოფხვრის საქმეს. თუმცა ხელისუფლება მაშინ ეს არ გაითვალისწინა. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ თუნდაც დაგვიანებით ასეთი აზრის გათვალისწინება ხდება, მაგრამ ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ არა მხოლოდ PR გათვლებით და არა მხოლოდ იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რომ თვითონ ქვეყანას შეუქმნა ამ კანონმა პრობლემები, იგივე ტირზნისელი ახალგაზრდების განთავისუფლების საქმეში. ხელისუფლება უნდა ახორციელდეს ნებისმიერ ცვლილებას კანონში, თუ კი ეს საზოგადოების ფართო ინტერესებს ეხება და ნებისმიერ მსხვილმასშტაბიან პროექტს უნდა ახორციელებდეს მხოლოდ და მხოლოდ თავისი მოქალაქეების აზრის გათვალისწინებით.